მოგესალმებით. ამჯერად ვისაუბრებ საკითხზე, რა არის ფანატიზმი და მოგახსენებთ იმას, რომ ვინაიდან ჩემს მიერ წარმოდგენილი საკითხები ემყარებიან ჭეშმარიტი ახსნის საფუძველს, ამიტომ ცხადია, რომ ყოველგვარ ახსნა განმარტებას ბიბლია ამოწმებს. ამჟამადაც საუბარს დავიწყებ ბიბლიის იმ ცნობებით, რომელთაგან ერთ-ერთიც ასეთია. ქრისტეს თავისი მოწაფეები არ მოულენია სანათლავად, არამედ სახარებლად უბრალო სიტყვებით. ხოლო მორიგი ცნობა კი ეს არის. ბიბლია იუწყება ბოლო ჟამს გაცხადებულ მხილებულ ჭეშმარიტებაზე იმას, რომ ადამიანები უარს იტყვიან მის მოსმენაზე და აირჩევენ გულის მაამებელი ინფორმაციის შესმენას. აგრეთვე შევეხები იმ ცნობასაც, რომლითაც აცხადებს, რომ ღმერთს არ მოსწონს მაღალფარდოვანი სიტყვებით მოსაუბრენი. მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილი ცნობების ასახსნელად საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ ადამიანი არის სულისა და სხეულის ნაერთით გამთლიანებული ცოცხალი არსება, რომელიც სიცოცხლეც დამოკიდებულია სწორედ ამორის, სულისა და სხეულის კავშირ ურთიერთობის სიმყარეზე. ხოლო ეს კავშირ ურთიერთობა კი თავის მხრივ ემყარება ხმოვანების ფარდობითობას. რაც ნიშნავს იმას, რომ სულს, რომელიც მომცველია გონების პროგრამისა, შეუძლია მხოლოდ დაბალფარდოვანი, ანუ უბრალო ენით შესრულებული ინფორმაციის გაგება. რაც იმიტომ ხდება, რომ ასეთი ინფორმაცია არის შედგენილი იმ სიტყვებით, რომლებიც წარმოადგენენ ბუნებრივად არსებულის, ანუ ღმერთის მიერ ქმნილის აღმნიშვნელ წოდებებს. ხოლო რაც შეეხება მაღალფარდოვან სიტყვებს, ისინი კი ადამიანის მიერ გამონაგონის აღმნიშვნელი წოდებებია და ამიტომაც გონებისათვის გაუგებრობაა. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ უბრალო ენით მოსაუბრენი მოსთამდაბლობის თვისებით შემკული პიროვნებებია და მაღალფარდოვნად მოლაპარაკენი კი ამპარტავანი არიან. რასთან მიმართებითაც ბიბლია ასევე იტყობინება იმას, რომ ღმერთი თავმდაბლებს აძლევს მათს და ამპარტავნებს კი მრისხანებს. ამიტომაც მათ დაბინდული აქვთ თვალები და დახშული ყურები, რისთვისაც ვერ შეისმენენ ჭეშმარიტებას. გამომდინარე იმ ცოდნიდან, რაც ახლა გაცნობეთ, თუ კი მას გაითვალისწინებთ და დაფიქრდებით, ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ იმ უამრავ სახეობრივ და მრავალი რაოდენობით წარმოდგენილი ინფორმაციიდან, რის გავრცელებასაც თანამედროვე პერიოდში აქვს ადგილი, რომელი იქნება ჭეშმარიტი. რადგან სწორედ თავისი უბრალო ენით, ახსნა განმარტებების მარტივი ფორმით წარმოდგენითა და საკითხის სრულყოფილად გაშიფრით გამოგაცნობინებთ იგი თავს. ამასთანავე ისიც არ დაივიწყოთ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია და ერთსახეობრივი, ხოლო სიცრუე კი უამრავი და უამრავ სახეობრივი. ახლა კი ფანატიზმს შევეხები და მოგახსენებთ იმას, რომ ძალიან ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ ფანატიზმისა და ნამდვილი სიყვარულის გრძნობა. ამიტომ აუცილებლობა მოითხოვს იმის ცოდნას, თუ კი როგორ უნდა შევძლოთ მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა. რისთვისაც საჭიროა ფანატიზმის სახლში კარგად გარკვევა. რისი მიღწევაც შეუძლებელია ბიბლიის დახმარების გარეშე. ნახოთ, რა ინფორმაციას გვაწვდის იგი ადამიანური ფენომენის შესახებ. როდესაც ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმინდა წინამძღვრად გონება დასვა. და ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღმერთის გარეთ ვსახლობთ, რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით. როგორადაც ამ ცნობებიდან ვიგებთ და თანაც ჩვენ ვხვდებით კიდეც ამას, თურმე ჩვენ ნაბიჯებს რწმენა განსაზღვრავს და არა ჩვენი აზროვნებითი გათვლები. და ღმერთმაც ადამიანი ისეთ არსებად შექმნა, რომ რწმენის მისაღებად გონება მისცა. ხოლო რაც შეეხება თვალს, ყურსა და სხვა დანარჩენ გრძნობათა ორგანოებს, ისინი აზროვნებას ემსახურებიან გონებასა და გარემოსთან სათანამშრომლოდ. თუმცა ფაქტის სახეზია იმისა, რომ ადამიანმა ჯეროვნად ვერ დააფასა ღმერთისაგან ბოძებული შემკობა და გრძნობათა ორგანოების დანიშნულების მიმართ მიკერძოება დაუშვა. რითაც თვალს მიანიჭა დიდი უპირატესობა და გრძნობათა სხვა ორგანოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას კი მასთან შედარებით უმნიშვნელო როლი არგუნა. რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ადამიანებს შეეზღუდათ ჭეშმარიტი რწმენის მიღების უნარი, ვინაიდან ღმერთმა მათ ასეთი პრინციპით შეუქმნა სხეული. თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა,
ხოლო თუ ყველაფერი სმენაა, მაშინ სადღაა ყნოსვა? ღმერთმა ასოების სხეულში ისე განალაგა, როგორც ნებავდა, მაგრამ ყველა რომ ერთი ასო იყოს, მაშინ სადღა იქნება სხეული? ახას ასოები ბევრია, სხეული კი ერთი. თვალი ვერ ეტყვის ხელს, არ მჭირდებიო, ვერც თავი ფეხს არ მჭირდებიო. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭიროუნი არიან, ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მით უხვად გარემოვიცავთ პატივით და ჩვენ უსახურთ უფრო უხვად აქვთ სახიერება. ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არ გუნა იმას, რომელსაც ნაკლები აქვს, რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში. არამედ ყველა ასო ზრუნავდეს სხვაზე და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება, ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მაშინ მასთან ერთად ყველა ასო ხარობს. ვინაიდან და რადგანაც ადამიანი ღმერთის ქმნილება არის, ამიტომ გამომდინარე შემქმნელის პოზიციიდან მან ყოველივე იცის თავისი ქმნილების შესახებ. მიანიჭარა ქმნილებას თავისუფალი ნება, ამიტომაც მან გათვალა ყველა ის შემთხვევა, რისი ხორცს შესხმის შესაძლებლობაც ადამიანს ექნებოდა და თავისუფალი ნების გამოყენებით. სწორედ ამის გამო გახადა მან საჭიროდ ბიბლიის შექმნა. რაც სხვა არის, რა არა არის რა, თუ არა ის ინსტრუქცია, რომლის ცოდნის გამოყენებითაც ადამიანს შეუძლია უსაფრთხო და საამური ცხოვრებით განლოს დედამიწაზე მისთვის საარსებოდ დადგენილი წლები. ახლა კი მინდა შევეხო ამ ინსტრუქციის თანახმად აკრძალულ იმ წესს, რომლითაც ღმერთი კრძალავს მისადმი რწმენის მისაღებად თვალით ხილულის გამოყენებას, რასაც კერპი ეწოდება და ის ნებისმიერი სახის შეიძლება რომ იყოს, დაწყებული უსულო ნივთებიდან დამთავრებული გაკერპებული ადამიანებით. ამ საკითხთან მიმართებით მოგახსენებთ იმას, რომ გონება ანუ ინტუიციური პროგრამა, რომელიც ჩვენი სულის შემოქმედებაა, ისევია ჩვენი ადამიანური ფენომენის ნაწილი, როგორც ის აზროვნება, რომელიც სხეულის მიერი შემოქმედებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცოდნა ადამიანთა ურიცხვი რაოდენობიდან მხოლოდ ძალზედ მცირედ ნაწილს აქვს, გონების ინტუიციური პროგრამა ყოველ პიროვნებაში მეტნაკლებად მაინც ფუნქციონირებს, რადგან ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ ადამიანი ვერც იარსებებდა. და რაოდენ მცირედადაც არ უნდა მოხდეს გონების გააქტიურება, მაინც საკმარისია საიმისოთ, რომ ადამიანში ღვთის შიშის ნაპერწკალი მაინც ამყოფოს. ამიტომ ასეთნი მართალია საქმით არ იცავენ ღვთისაგან დაწესებულ წესებს, მაგრამ ლოცვით ლოცულობენ. მოგახსენებთ იმასაც, რომ ადამიანში ნამდვილი სიყვარულის გრძნობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა იგი არის ჭეშმარიტების კანონების მცოდნე და მისი საქმით დამცველი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში სიყვარულის გრძნობის ნაცვლად ეგოიზმის ჩანერგვა ხდება და შორს წასულ შემთხვევაში ფანატიზმში, ანუ აკვიატებულ დამოკიდებულებაში გადადის. რაც შეეხება სიყვარულისა და ფანატიზმის ერთმანეთისაგან გასამიჯნავად გამოსაცნობ ნიშნებს, ის შემდეგია. ფანატიკოსი თავის აზრის გათვალისწინებას აიძულებს გარშემო მყოფთ, რის მისაღწევადაც ყოველნაირი ხერხის გამოყენებას ცდილობს და არ ერიდება თვით ღმერთის სახელის ამოფარებასაც კი. სიყვარულის გრძნობით მოქმედი პიროვნება კი არასოდეს მიმართავს მოძალადეობას. არამედ ყოველ თავის ნაზრევს სარწმუნოდ განმარტავს, ვინაიდან ასეთნი ღმერთის მიერ უხვად არიან დაჯილდოებული ჭეშმარიტი ცოდნით. ფანატიკოსი ვერ ეგუება მისი აზრის საწინააღმდეგოდ მოაზროვნეს, ასეთების მიმართ ავლენს აგრესიას და ფიზიკური ძალადობის მიმართვასაც კი არ ერიდება საწინააღმდეგოდ მოაზროვნის დასადუმებლად, რასაც არავითარ შემთხვევაში არ ჩადის სიყვარულის გრძნობით აღჭურვილი ადამიანი, რომელიც არ არის მოძალადე, არამედ პირიქით არის ლმობიერი და გაწონასწორებული, ვინაიდან მისი ძალა სიბრძნის ფლობაშია. ფანატიკოსებს ახასიათებთ მედიდურობა და ამბიციურობა, სიყვარულის გრძნობის მქონენი კი უბრალოინი და თავდაბალნი არიან. ფანატიკოსები მუდამ ცრუობენ და მეტად არასანდო პიროვნებები არიან. სიყვარულის მქონენი კი არასდროს ცრუობენ და თანაც უღალატონი არიან. ფანატიკოსთა ეგოიზმის ადრესატი არის აკვიატებული ვინმე, რომლის მიმართაც შესაძლებელია, რომ მისი ეგოიზმი მანიაკულურ ფორმაშიც გადავიდეს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სიყვარულის გრძნობა სასიცოცხლო ენერგიის მომცემია, ხოლო ეგოიზმი კი მისი საწინააღმდეგოსი და მით უმეტეს ფანატიზმი პირდაპირ სასიკვდილო ენერგიით აღჭურვილი გრძნობაა. ამიტომ ისინი საშიშროებას უქმნიან იმ პიროვნებებს, რომელთა ფანებიც არიან,
ხოლო რაც შეეხება რელიგიურ ფანატიზმს, ამ მხრივ საქმე ასია. ამ ფანატიკოსთა მიერ ხდება დამუხტვა იმ ნივთებისა, რომელთაც ისინი ღმერთის შუამავლებად მიიჩნევენ: ხატები, ქანდაკებები, ჯვრები, ამულეტები და სხვა. აგრეთვე გაცნობებთ იმას, რომ ასეთ ნივთებს მხოლოდ ფანატიკოსები ქმნიან და ამიტომაც მასში აქსოვენ თავიანთ ძალას. ნახოთ, რას ამბობს უფალი ბიბლიაში ამ საკითხის შესახებ. ეს ხელნაკეთი დაწყევლილია თავადაც და მისი გამკეთებელიც, რომ გააკეთა ეს ლპობადი ნივთი და ღმერთად იწოდა, რადგან უკეთური და მისი უკეთურება ღმერთისათვის თანაბრად საძულველია და რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება. არც ერთ კაცთაგანს არ შეუძლია გამოსახოს ღმერთი როგორიც არის. მკერდთა სახურება არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა. ვინაიდან მათი თაყვანისმცემელნი ნეტარებით შმაგობენ, უსამართლოდ ცხოვრობენ, სიცრუეს წინასწარმეტყველებენ ან სწრაფად ტეხენ ფიცს, რადგან უსულო კერპთა მოიმედენი ბოროტი ფიცისათვის სასჯელს არ ელიან, მაგრამ სასჯელი ორივეს გამო მოაწევს მათზე. იმის გამოც, რომ კერპების ერთგულნი ბოროტად ფიქრობდნენ ღმერთზე და იმის გამოც, რომ უსამართლოდ ფიცულობდნენ სიწმინდის მიმართ მსაყრლად მოქცეულნი, რადგან არა ფიცის ძალა, არამედ ცოდვილთათვის გაკუთვნილი სასჯელია, რომ დევნის მუდამ კანონის შემნახველს. ღმერთო, შენი შეცნობა სრული ჭეშმარიტებაა. აღიარება შენი ძალაუფლებისა კი უკვდავების საფუძველია. ვერ შეგვაცცინა ჩვენ კაცთა ბოროტმა განზრახვამ და ვერც მხატვართა უნაყოფო შრომამ სხვადასხვა ფერებით აჭრილებულმა ხატებმა. დიახ, ასია. შემქმნელზე უკეთ არავინ იცის თავისი ქმნილების შესახებ. ამიტომაც ამბობს ის, რომ კერპმსახურება არის საფუძველი ყოველგვარი ბოროტებისაო. ვინაიდან ეს კერპები დამუხტულნი არიან იმ მაგიური ძალით, რომელსაც ფლობს მათი შემქმნელი და თაყვანისმცემელი, რომელიც ძალაც ღმერთისაგან არ არის და ამიტომ ცხადია, რომ ეშმაკისაგან იქნება. ვინაიდან დედამიწაზე მესამე ძალა არ არსებობს. როდესაც ადამიანი ამ კერპებს ეთაყვონება, ანუ ლოცულობს მასზე, ამ დროს ხდება მათ შორის ენერგიული ცვლა შემდეგნაირად. ის ენერგია, რომელიც მლოცველისაგან გამოდის და მიმართული უნდა იყოს კოსმოსისაკენ, შებრკოლდება კერპის მუხტით და ის მას მიმართულებას შეუცვლის. ამიტომაც ისიც გაედინება ამ კერპის შემქმნელისაკენ და იმათკენ მისი სიტყვის შესმენითაც ირწმუნა მლოცველმა ამ კერპებისა, რის შედეგადაც მოხდება ამ მლოცველის გონების დაბლოკვა, ანუ მიძინება, ხოლო კიდე უფრო სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოჯადოება. აი აქედან მოდის ჯადოქრობა, ადამიანთა გაკულტება, ფულის გაპეტიშება და შედეგად კი რაც არის მომკილი, ამას ახსნა არ სჭირდება, ყოველდღიური რეალობა ისიავნეს მას ფაქტებით. ამიტომ ბიბლიით შეგახსენებთ იმას, თუ რა თვისებებით ვლინდება ნამდვილი სიყვარული, რათა შესცლოთ მათი გამოჩინა ეგოიზმისა და ფანატიზმისაგან. სიყვარული სულ გრძელია, გველმოქმედია. არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტოვნობს, არ ჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყოველივეს იტანს, ყველაფერის წამს, ყველაფრის სასუება აქვს და ყოველივეს ითმეს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. ყოველი ვისაც უყვარს, ღმერთისაგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მას არ შეუძვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი მასში. სიყვარული არ არის შიში. სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარულის დევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა, ხოლო მშიშარაკი არ არის სიყვარულში სრულყოფილი. სიყვარული არ უბოროტებს მოყვას, ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა. როცა ადამიანში სიყვარულის გრძნობა აღძრული და არა ეგოიზმი, მხოლოდ ასეთ ადამიანს შესწევს უნარი ღმერთის შეცნობისა. რადგან სიყვარული სული წმიდის ძალით აღჭურვილი გრძნობაა და მას გონება აღწევს, რომელიც ღმერთმა დააყენა ადამიანთა გრძნობა და განმგებლად. გონების ფუნქციონირება კი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის მიერ დაწესებულ კანონთა უპირობო დაცვით მიიღწევა და მის გარდა არაესაჭიროება რა. მოგიყვანთ ამ ცნობის დასტურს ბიბლიიდან. ღმერთმა როცა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმინდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა. ღმერთის შემოქმედის სამყაროში და ყოველივე სი, რაც მასშია, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს.
არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, რადგან თავად ანიჭებს ყველა სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი, რათა დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიონ ღმერთი, ვინც იგრძნონ იგი და იპოვონ. სოდია თითოეული ჩვენთაგანისაგან, ვინაიდან მასში ვცოცხლობთ და ჩვენ მისი მოდგმა ვართ. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მოგახსენებთ იმასაც, რომ ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტი რწმენის არსებობა ნიშნავს უპირველეს ყოვლისა მისი მოძღვრების საფუძვლიანად შესწავლას, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ღმერთის მიერ დადგენილი ის კანონები, რომელიც ყოველი ადამიანის გონებაში დევს და შემდეგ მათი დაცვით ცხოვრების გზის გამო. ეს არის ქრისტესა და ღმერთის მიმართ ნამდვილი მორწმუნეობა და მის მეტი სხვა არაფერი. ხოლო ყოველივე დანარჩენი, რასაც მათი სახელით შადიან ადამიანები, ამოწმებს მათ ფანატიკოსობას მხოლოდ, რაზედაც ძალიან დიდი სასჯელი არის ბედისწერისაგან დაწესებული. ამიტომ ვინც ეს აქამდე არ იცოდა, კარგია თუ გაითვალისწინებს ამას და აირიდებს იმ სასჯელებს, რომლის მომგის დროც კარზეა